წუხელი ღამე 12 საათიდან პირველ საათის შუალედში და ქართული ოცნების სლოტკინის ოფისიდან დაახლოებით 100 მეტრში მივდიოდი სახლში მარტო და პიროვნებები დამხვდნენ დაახლოებით 10-დან 15 კაცამდე, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. არანაირი კონტაქტი არ მქონია მე მათთან, არანაირი შეხება არ მქონია და არც ერთ პიროვნებას არ ვიცნობდი და ვერაფერი გავარკვიე თუ რატომ მოხდა ასეთი რამე და საბოლოო ჯამში მერაბ სამანდაშვილის კანდირებით და მერაბ სამანდაშვილის ქებადიდებით აღმოჩნდა რომ თურმე რახან ქართული ოცნების წევრი ვარ და რახან ქართული ოცნების პარტიიდან ვარ, ზეწოლა განხორციელდა. ჩვენ დღეს ნაცალოდების ახალგაზრდა მოძრაობასთან ერთად ვაპროტესტებთ ლოტკინზე წერონისის ქუჩაზე აქციის სახით 2 დღის წინ დიმიტრი მიშელაძის გალახვის ფაქტს, ის შესაძლოა მას აქვს დაზიანებული თავი, სახე, თვალი და წერტინის შეფერხებით. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ეს ცემის ფაქტი, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ უნდა იყოს კავშირში ჩემს ოპონენტთან მერაბ სამანდაშვილთან, რადგანაც ცემის ავტორები სკანდირებდნენ მის სახელს, იყვნენ სავარაუდოდ მოტივირებულები, რომ პოლიტიკური ნიშნით დაეჩაგრათ ჩემს შემდგომი ახალგაზრდა და ეუბნებოდნენ, რომ მერაბი აუცილებლად დარჩება. ჩვენ ამ აქციას დავარქვით, ვერ შეგვაშინებთ და ვერ დავარჩევთ.